მთელი საქართველოს გასაგებად ვამბობ. აი ეს ავტომობილი გააკეთოს და ვიხდი $5,000. მიდი და გააკეთოს. მაგრამ ესე კამერის წინაშე გააკეთოს. მოგესალმებით. ანი და ახლა იტყვიან რომ ანის რა საქმე აქვს პროფილაქტიკაში. უყურეთ როგორ არის. ჩვენ თქვენ ხართ გაყიდვების მენეჯერები და როცა ავტომობილს ყიდით, უნდა მისცეთ გარანტია. როგორ არის? ზუსტად გავაგებიოთ ადამიანებს, რომ თუ რა არის ეს გარანტია. აი ნებისმიერი ჩინეთის ქარხანაში თუ ნებისმიერ სხვა ქარხანაში დამზადებულ ავტომობილს ჭირდება ქარხნული გარანტია. რას ნიშნავს გარანტია? ავტომობილს თუ გაუფუჭდება ის დეტალი, რასაც ქარხანა აძლევს გარანტიას, ჩვენ უნდა ის შეუცვალოთ უფასოდ. ეს არის გარანტია. და ახლა ჩვენ პრობლემები მთელ საქართველოში იყო პრობლემები ამ ჩინურ ავტომობილებზე. ჩინური ავტომობილი 80% ხვალ ჩაანაცვლებს ყველა ავტომობილს და უკვე თქვენ ხედავთ რომ რიგები გვაქვს და ჩავანაცვლებთ. უკვე დიდი პრობლემა დადგა რისი? განახლება ჭირდება პროგრამას, ხო? და ჩვენ დუბაიში გვაქვს ძალიან მაგარი ცენტრი და ჩინელები არიან ჩვენს კომპანიაში დუბაიში და იქიდან ახლა 2 ადამიანი გადმოვიყვანეთ 3 წელი იქნებიან საქართველოში. უყურეთ, ნებისმიერი ავტომობილი. აი ნებისმიერ ავტომობილს გზა და გზა ჭირდება, რას ეძახიან? აპდეიტი, ხო? რას ნიშნავს ქართულად? ქართულად არის ეს განახლება. მე ვისაც უნდა იმას ნებისმიერ თანხაზე დავენიზრევები დღეს საქართველოში. დღეს საქართველოში აი ესეთი აგერ არიან სპეციალისტები, რომელიც ჩვენ დღეს უკვე ჩამოვიყვანეთ ოფიციალურად უკვე ჩვენთან არიან და უკვე ხვალ დილიდან აქ იქნება ძალიან დიდი რიგი საქართველოში 100-ობით და 1000-ობით ავტომობილი არის გაჩერებული. ნებისმიერ ავტომობილს ჭირდება დაპროგრამება თავიდან. ახლა მე ამას ისე ლაითად ვამბობ, დაპროგრამება კი არა. ადამიანებს 2 და 3 წელი უყენიათ ავტომობილები ვერ ქოქავენ. ჩვენ გავაკეთეთ ექსპერიმენტი ამ ბიჭებთან ერთად. ვითომ ჩვენ ეს ავტომობილი გაგვიფუშტა. და გამოვაცხადეთ, რომ ამ ავტომობილის გაკეთება გვინდა. და აქ რომ მაგარს ბლატაობენ და მაგარი ბლატნოი ბიჭები ვართო და ბლატნოი პროფილაქტიკები გვაქო, გავაგზავნეთ. და რომ მივედით პროფილაქტიკაში 5000 ლარიო გადაიხადეო. დატოვე მანქანა 3 დღეო, მე ვნახავთ, გავაკეთებ თუ არაო და მე ცალკე ფას გეტყვითო. და ვეუბნებით რომ ვერ გააკეთო, თუ ვერ გააკეთებო ის ფული იკარგებაო. ვითომ რომ ყველაზე მაგარია. და კარგიო უთხარით, იმიტომ რომ სახელს ვერ დავასახელებთ ბევრი მიზეზების გამო ამ ეტაპზე. და ჩვენ უთხარით, კარგი გავაკეთოთო. და ეს ყველაფერი ჩავიწერეთ და აი როგორ კეთდება. და ეს ავტომობილი 5 დღე, 6 დღე ყავდათ. ვერაფერი ვერ გააკეთეს და რა იყო გასაკეთებელი? ერთ ავტომობილს მოხსენით უკანა პატმარნიკს რო ეძახიან, ერთი ნატურა. და კაბელი გადაუჭერით. და ეს 6 დღე ღებდაღამი იმუშავეს და ვერ გააკეთეს და ტყუილა გადაგვახტევიეს 5000 ლარი, მაგრამ ეს ჩვენ რო დაგვიმტკიცებია რომ საქართველოში ამ ავტომობილებზე დღეს სპეციალისტი არავინ არ არის. ეს ბიჭები ჩვენ სპეციალურად ჩამოვიყვანეთ დუბაის ცენტრიდან, იმიტომ რომ დუბაის უკვე ამათ ყველანაირი პროგრამა აქვს და ნახეთ რა ამბავი მანქანებია. დღეს დავიწყეთ მუშაობა რეალურად და აი ჩვენ 100-ობით, 1000-ობით ავტომობილები ყავს გაყიდული და ყველას უნდა რა ქვია? განახლება. აი ყურე ყველა ავტომობილს ჭირდება განახლება. ზვიადი და დათო მოდით. აი ეს გოგო ბიჭები არაფერს შუაში არ არიან, მაგრამ არის ესეთი რამ. აი ესენი როცა ავტომობილს ყიდიან ეს გოგო ბიჭები და სადღაც წითელს რო ანთებს, თქვენთან არ რეკავენ ამათთან, ხო? ამიტომ როცა ავტომობილს ყიდიან, მოდი, ვინც ყიდის იმას ურეკავს მომხმარებელი, ხო? და ესენი გადაგთავენ თქვენთან. ესე არის 30 წელია ესე უმუშაობთ. ყველა მინდა იცოდეს, რომ აი ეს ორივე ბიჭები არიან პროფესიონალები, რომლებიც ყველა ავტომობილს გააკეთებენ. ერთ დღეში პროგრამა ჩავაწერიეთ, პროგრამა. აი ძალიან ბევრს აქვს იმის პრობლემა, რომ ჩინური მენიუ აქვს, ხო? აი ეს ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ 1 საათში და
ინგლისური, ქართული, რუსულ მენიუზე ნებისმიერ ავტომობილს გადაიყვანენ. ეს არის მთავარი. და ჩვენ როცა ვიძახით გარანტია, ზუსტად ეს არის გარანტია. უყურე როგორ არის, როცა გარანტია გინდა, შენ უნდა გქონდეს პროფილაქტიკა. ევრო 5-ის ცენტრი თუ გაქვს, ევრო 5-ის პროფილაქტიკა უნდა გქონდეს. ჩვენ ამ წუთას ეს ადგილი გამოვყავით ჩინური ავტომობილებისთვის და ჩინეთში აწყობილმა ავტომობილებმა დაიყრო ყველგან სადაც შევიდა ბაზარი, იმიტომ რომ არის უმაღლესი ხარისხის. რაც შეეხება ვის უნდა მოვაკითხოთ დათოს, დათო არის მათემატიკის რამდენი წლის თანამშრომელი? 2008 შემდეგ. 2008 შემდეგ აქ არის. სვიადი, შენ რამდენი წელია? აი 13 წლის თანამშრომელია. უყურე, ამ ორ ადამიანს უნდა მოვაკითხოთ, დავტოვოთ მანქანა და ყველაფერს გაგიკეთებთ. ხვალ დილიდან ჩვენ ტელეფონებს გამოვაცხადებთ, ეს იქნება დათოსი და ზვიადის ტელეფონის ნომერი და ნებისმიერ ავტომობილს გაგიკეთებთ. ეს აქ არაფერი არ არის ისეთი დანადგარი. მოიწია ისა? ეს არაფერი არ არის. არის ოთახში ნახევარი ჩვენი ცენტრის ოდენა ლაბორატორია აქვს ჩამოტანილი, იმიტომ რომ ესენი არიან პროფესიონალები და 3 წლის განმავლობაში იქნებიან აქ და ამ 3 წლის განმავლობაში კეთილი უნდა ინებოს და ზვიადი და დათომ ორივემ უნდა ისწავლოს. აი როგორ კეთდება აპდეიტი თუ რაღაცა. აი მითხრას ერთმა ადამიანმა საქართველოში დღეს სადაც 100% ავტომობილს გაგიკეთებენ. ვერსად ვერ გაგიკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გადავამოწმეთ და ამაზე პასუხს ვაგებთ. ამიტომ არის მინდა მოსახლეობას მიმართო ეს ანის კონდეს ამ ბიჭების ტელეფონის ნომერი და მინდა თელს საქართველოს მოსახლეობას მოუწოდოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ისეთი ხარისხის ავტომობილებია უკვე შემოსული, აი ყურე ჯეტური. მოვიდა რაღაცა წითელ ანთებს თუ რაღაც აპდეიტი თუ რაღაც გასაკეთებელია, ხო? აი რამდენი მანქანებია ჩვენი გაყიდული. შეხედეთ აქეთ ზვიადი ხვალიდან უკვე ჩვენ ვიწყებთ ამის უმაღლეს დონეზე აწყობას, რომ ჩვენ არ გვყავდეს მომხმარებელი უკმაყოფილო. ეს რაღაც არის ერთ-ერთი დიაგნოსტიკა, აი ეს მანქანა. აგერ ვამბობთ, ეს მანქანა არის ქოქება და ვამბობთ, მაგარი ბიჭები ვინც არიან, ხვალ მოვიდნენ ეს ავტომობილი გააკეთონ იმ ელექტრიკებმა და იმ მაგარმა ბიჭებმა, რომ ბლატაობენ, რომ ჩვენ ვართ მაგარი ბიჭებიო, მთელი საქართველოს გასაგებად ვამბობ. აი ეს ავტომობილი გააკეთოს და ვიხდი $5,000. მიდი და გააკეთოს. მაგრამ ესე კამერის წინაშე გააკეთოს. 2 დღის განმავლობაში გააკეთოს, 3 დღის განმავლობაში $5,000 გადავიხდი. ვერავინ საქართველოში ამას დღეს ვერ გააკეთებს. BYD-ის ოფიციალურად დიაგნოსტიკა მარტო გვაქვს ჩვენ, როცა გვეცოდინება ავტომობილზე რა ჭირს, მე ყველაფერს გავაკეთებთ. იგივე არის, ახლა ეს ავტომობილი არის გაფუჭებული. აი, გაფუჭებულია, თქვათ, ხო? $5,000 ვიხდი, წაიყვანონ თავისი ევაკუატორით და მანქანა მოიყვანონ გაკეთებული. ვერც წაიყვანენ, ვერც გააკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ამაზე ერთი თვეა ვმუშაობ და მთელი თბილისი შემოვიარეთ, მთელი საქართველო თუ რა სად როგორ. დამატებით ჩვენ დათო ბათუმის ცენტრში წავიყვანთ ერთი კვირა იქ იქნებიან, ერთი 5 დღე ქუთაისის ცენტრში იქნებიან. 2 არიან, მესამეც ხვალზე ჩამოვა და ამას მთლიანობაში გადავინაწილებთ. კიდევ ერთჯერ უხსნი საქართველოში ცხოვრებ იმ ადამიანებს, ვინც ეძებს მანქანას ქუჩა, არ იყიდოთ ავტომობილი ბაზრობაზე, როგორ შეიძლება ავტომობილი ცელოფნებში იყიდო, ხო? 1% შანსი არ არის, რომ რამე არ ჭირდეს, ხო? ჩვენ რამდენი მანქანა მოგვიყვანეს დღეს, ჯერ არ არიან ჩამოსულები ძალიან ბევრი. თან ფასი ჩვენთან არის ყველაზე საუკეთესო. გარანტია აქვს და ისა ცენტრში იყიდე. ჩემთან იქნება თუ სხვაგან იქნება ავტომობილი უნდა იყიდო ანი ცენტრში, ხო? აგერ დათომ ბოტასი შეხედე, წავიდა გუში 800 ლარად უყიდია ბოტასი და დღეს აგერ ჩემს ერთ ხადავჭიქსაც ვია 40 ლარად უყიდია. ხო არის ხოობა? ეს არის 800 ლარიანი, ის არის 40 ლარიანი. 40 ლარიანი რო ხარისხიანი არ იქნება, ამას რა თუნდა საუბარი, ხო? ხარისხიანი ყოველთვის ღირს ცოტა უფრო მეტი ვიდრე უხარისხო. იაფიანი არსად კარგი არ არის ეს ყველა მისის. აი ეს პროფილაქტიკა, ბათუმის პროფილაქტიკა და
ქუთაისის ავტომობილები გაკეთდება ყველა თუ რომელიმე არის გაფუჭებული. აქ არის დიაგნოსტიკაზე საუბარი და აქ არის საუბარი ელექტრიკზე და რა ქვია განახლება, პროგრამის განახლება. დანარჩენი ახლა ავტომობილი რკინაა და ტყდება და ავარია ხდება და მილიონი რამე ხდება და ხედავთ აგერ რომ რიგი გვაქვს ამ პროფილაქტიკაში ჩვენს. და მინდა ყველას ხვალიდან უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება, დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს მომხმარებელს, მაგრამ წესი არის წესი. ავტომობილით როცა მიდიხარ აქედან ბათუმამდე, უნდა იყოს გამართული და მას უნდა კონდეს გარანტია. თან ჩვენი ავტომობილების ფასი ისეთია, რომ ყველასთვის მისაღებია. კიდე ერთჯერ მოდით ბიჭებო, აი ამათ ვერავინ ვერ გადაიბირებს, ბევრი ცდელობის გამო ვერავინ ვერ გადაიბირებს. ეს ბიჭები აქ მუშაობენ ამდენი წელია, ჩვენი ოჯახის წევრები არიან და ხვალ დილიდან უნდა მივყვეთ მერე საქმის. ეს ორი ადამიანი მესამე ჩამოვა ხვალ, იმუშავებენ უშუალოდ ჩინეთის ქარხნებში დამზადებულ მანქანებზე, იმიტომ რომ ამათ აქვს ოფიციალურად დიაგნოსტიკა ორიგინალი. გისურვებთ წარმატებას. გელოდებით ხვალიდან. დათოს ისნობთ, ზვიადის ისნობთ, ტელეფონის ნომერი კიდევ ერთჯერ გამოვაცხადოთ. აბა უცხარიანი აჩვენე. აი, იმიტომ რომ არის ანი ძალიან დიდი რიგები ახლა ამ მანქანაზე, ხო ეს ყველა გასაკეთებელია და უნდა დავიცვათ რიგი, ვინაიდან ყველა ავტომობილი რო მათე მოტორსის ცენტრში გაკეთდეს. გისურვებთ წარმატებას.